14 აპრილს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სივერეკში მომხდარი სროლის შედეგად სულ მცირედ 16 პირი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით გლუვლულიანი თოფით შეიარაღებული 18 წლის თავდამსხმელი ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო. მათივე ინფორმაციით პირმა უმისამართო სროლა დაიწყო, რის შედეგადაც სხვადასხვა სახის ჭრილობები მიიღეს მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, სასადირო თანამშრომელმა და პოლიციელმა. მოგვიანებით კი თავდამსხმელმა ამავე იარაღით თავი მოიკლა. შანლიუფის პროვინციის გუბერნატორის განცხადებით დაშავებულები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, რადგან ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმედ შეფასდა. მანამდე კი ადგილობრივმა მედიამ განაცხადა, რომ შენობაში მყოფი ყველა მოსწავლე სასწრაფო წესით გამოიყენეს. თურქეთის შინაგანსა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფები კი განალაგეს მას შემდეგ, რაც თავდამსხმელმა სამართალდამცველებს უარი უთხრა მათ ჩაბარებოდა. თავდასხმის მოტივი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა თურქეთის სკოლებში მსგავსი შემთხვევები საკმაოდ იშვიათია.